უკვე კონსტანტინე დიდის პერიოდიდან, ანუ მე-4 საუკუნიდან მილანის ედიქტის შემდეგ, ანუ ხდება რა აღიარებული რელიგია და აღარ იდევნება ქრისტიანობა, კომპენსაცია ხდება იმპერატორის მხრიდან, უბრუნდება ის დაკარგული წმინდა ნივთების სახით იქნება თუ ქონა, რასაც ამას ვერ დააბრუნებდი, ან დაკარგული იყო და ზიანი ხოდა მიყენებული. თავად იმპერატორის არაერთი ედიქტი და წერილი არსებობს ევსები კესარიელს მოკრეფილი აქვს ეს ეპისკოპოსთან მიმართ, სადაც იგი გადასცემს ეპისკოპოსებს ამ ბაზილიკებს, ტაძრებს, შენობებს, მიწებს ქონებას და ფულადის სახით დახმარებას. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ესეთ კანონს, რომელსაც ქვია კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, რომელშიც მოცემული არის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს ვეძახით ჩვენ, ასეთი აქტების რანგირება. უმაღლესი რანგის კანონს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, კონსტიტუცია, ის არის უპირველესი და უმთავრესი კანონი. ყოველ ოთხშაბათს 18 საათსა და 5 წუთზე ღვთისმეტყველების საათი წამყვანთან დეკანოს გიორგი ხანთაძესთან ერთად. რეალურად შუა საუკუნეებში, ანუ მონარქიულ პერიოდში კი იყო კიდევაც განსაზღვრული ადგილობრივ კრებებზეც კი საეკლესიო გლეხების მხრიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროცენტები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობდა ხალხის რწმენისგანაც.